ხედავთ ეკრანს? დიახ. კაი, ესე იგი, პირველი იქნება პრეზენტაციის სასათაურე, იმაზე რა ქვია, სასათაურე სლაიდზე, რომ აი მაგალითად დაარქვით სათაური. ახლა ჩვენ კოლეჯის და ჩვენიდან გამომდინარე ვაკეთებთ, ჩვენი სპეციალობიდან გამომდინარე ვაკეთებთ პრეზენტაციას, ხო, რა სპეციალობისიც ვარ. ნუ ესე იგი, დავწეროთ მაგალითად კოლეჯი კავკასიონი, ხო? ნუ მაგალითად აიქ მივაწეროთ ბაგაბაღის ამღზდელი თუ რა ქვია თქვენ სპეციალობას? კოლამდელი აღზრდა. კოლამდელი აღზრდა. ხო, ეხლა აი აქ ქვემოთ მაგალითად ჩავწერთ, ვქოთ გიორგი ხვედელიძე. თქვენ სახელს და გვარს. всё, პირველი გვერდი გვაქვს. ახალი სლაიდი დავამატოთ. დავამატოთ ახალი სლაიდი. სადაც იქნება ჩემი პროფესია, ან ჩემი სპეციალობა, აი ორ სურათიანი დავამატოთ მაგათ, აი პირველ მეორეზე აი ეს დავამატოთ. სასათაურეში აი აქ შუაში გადმოვალთ აი ამ ღილაკით და ჩემი სპეციალობა. და აი აქ ნახე სურათებს შემოვიტანთ, აი ამ ღილაკზე დამატებით, ან insert-დან picture, აი აქ picture დააწვევი, ან აი აქ დააწვევი აი ამ ღილაკს. და სურათები უნდა გქონდეთ მომზადილი, აი გადმოვწეროთ, შევიდეთ ინტერნეტში. ბოდიშით. ბატონო გიორგი, კოპით რო გადმოვიტანოთ, ხო შეიძლება აი აქ ესეთი რაღაცა, ნახე, სკოლამდელი აღზრდა. და გადმოვწეროთ სურათი, აი იმეიჯებში შევიდეთ. იმეიჯებში შევიდეთ და ანუ რა მაინტერესებს? ერთი კითხვა შეიძლება ვინც საბავშვო მუშაობთ? ხო, მერე? და სპეციალობის ვართ, ეს ჩავსვათ თუ ეს სკოლამდელი აღზრდა ჩავსვათ, რაც არის? სკოლამდელი აღზრდა ქვია თქვენ სპეციალობას და რავი. აჰა. მერე აი აქ აიღეთ ნებისმიერ სურათს, აი მაგალითად პირველი ეს ავიღოთ, მარჯვენა ღილაკს ვაწყაპუნებთ, save images. და აქ მიუთითებ საქვია, ჩემს პაპკას, პაპკა ხო უნდა გქონდეთ ეკრანზე, თქვენი პაპკა. და აი აქ დესკტოპზე თუ გახსნით თქვენ პაპკას, მე აქ დესკტოპზე და აქ მოძებნით, აი სად გაქვთ თქვენი პაპკა გახსნილი, მაგათ აგერ არის ჩემი პაპკა. შევალ აი აქ და აი აქ შევალ და აი აქ ჩავსვამ ჩემს სურათებს, მაგალითად აგერ save. მერე ეხლა ორი სურათი მინდა, ხო? აი მეორეს ამას გავაკეთებ მარჯვენა. ან ნებისმიერ სხვადასხვა სურათები აიღეთ ყველა. ერთი სურათი არ გქონდეთ ყველას, იმიტომ რომ გამოდის რომ ერთი და იგივე ნამუშევარი გაქვთ. Save images. ისევ მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით, აი ამ სურათზე მარჯვენა ღილაკს ვაწკაპუნებთ, save images. და აგერ პირდაპირ saves მივცე. აი saves დავაწვევი აქ. всё, შეინახა. ეხლა გავხსნი ამას. დავაწკაპუნებ აი აქ. გადავედი დესკტოპზე, აი ამით მომნახავ დესკტოპი. გადავედი აგერ ვნახეთ ჩემი პაპკა. აი ერთი სურათი, აგერ ორჯერ დავაწკაპუნე სურათი შემოვიდა. აი კუთხეებიდან ნახე გავადიდებ. აქაც დავაწკაპუნებ აი ამაზე. აგერ მეორე სურათი. აი კუთხედან ნახე, ეს გავადიდებ. ოღონდ ერთნაირი ზომაში ნახე. აი ვარდისფერი ხაზები მეხმარება, ხედავ ერთნაირი ზომის სურათი რო იყოს. აქაც ქვემოთ გინდა გავადიდებ ან დავაპატარავებ, აი. და ამ სურათებს ესე გავასწორებ და მივცემ ეფექტებს. ნახე, აი აქ არის ეფექტები. აი ჩამოვშლი, ნახე, ჩამოვშლი და ვთქვათ, აი ესეთ ეფექტს მივცემ. ამ სურათზე გადმოვალ რაღაცა ესეთ ეფექტს მივცემ, აი ესეთი. მივხვდი, აქ ეფექტები ეგეთი, აი, რასაც დააჭერ, იმას გიჩვენებს. ეს ჩემი სპეციალობა. ზეგ პირველი ესა, მეორე ეს ჩემი სპეციალობა. მესამე ავიღე ახალი სლაიდი, აი new slide. და როგორი სლაიდი ავიღოთ, იცი? აი ესეთი title only. იცი რატო ან ესეთი რაღაცა, აი ესეთი ან ესეთი რაღაცა. სურათები აღარ გვინდა, შენ ტექსტი უნდა ჩავწეროთ. აი ნახე. აი აქ ჩავწეროთ ესეთი რაღაცა, ნახე, ეს გავადიდოთ.
აქ ზემოთ ავწიოთ ჩაწერა text align text top აგერ. ესე იგი და შუაში გადმოვიტანოთ. ამას ქვია ისა ჩემი მოვალეობა. ჩემი მოვალეობები. Enter-ს დავაწვევი და ნახე აი აქ გადავნომრავ. აი ნახე აი გინდა გადავნომრავ, გინდა ესეთ რაღაცას გავაკეთებ, აი ნახე. ესეთი რაღაცა რო იყოს. ეხლა მე რო ავკრი, არა, ერთ წუთი ეს არ მინდა, ამას აქ სათაურს არ უნდა კონდეს ეს. ამას გამოვყოფ, აი ეს. აიცი როგორ მინდა რო კარგად ამაზად გაკეთდეს. კაი, ჩემი მოვალეობები და ჩამოვწერ ეხლა თქვენი მოვალეობები რა არის? აი ნახე, კოლამდელი აღსდა მოვალეობები. ეხლა ზეპირად უნდა იცოდეთ თქვენ და all მაშინ გადავალ ახლა აქ. სურათებში კი არა allში. ბატონო კი გადმოგიგზავნეთ. აქტივაციამ გადმოაგზავნეთ. მე სამით კი ბატონო ბოლოს ნახავ. თქვენ როგორც პედაგოგის მოვალეობების აი აქ იქნება ნახე. აი ბავშვის განვითარების თეორიები რაღაც ეგეთი, აი ბავშვის განვითარების თავისებურებები და თეორიები. რაღაც ეს არის შენ განვითარების თავისებურებები უნდა იცოდე, ხო? კი ბატონო. რაღაც ესეთი ახლა მე ამას წერ ისე ეს თქვენ უნდა იცოდეთ მე აგერ. ჩავალ. კი ბატონო. მე კიდე რა იქნება? ესეთი რაღაცები უნდა ამოკრიბოთ, ან ზეპირად იცოდეთ, მაგალითად ძალადობისგან დაცვის მექანიზმები, რაღაც ესეთი. ბავშვთან ურთიერთობები, რაღაც განმავითარებელი თამაშობები და ასე შემდეგ. მიხვდით ხო, რასაც ვამბობ? აი ესე. რაღაც აქ. განმავითარებელი თამაშები და კიდე რა შეიძლება დავამატოთ, აპა? მიკარნახეთ რაღაცა. რა მშობლებთან აქტივობები აქტივობების სენსორული კი ბატონო, აქტივობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უკვე თქვენი ის არის რა. ოღონდ აი აქ ნახე. ანუ თუ შეიძლება ჩვენ როგორაც გვინდა ისე რო ავაწყოთ ამ მოვალეობას. კაცო, რა თქმა უნდა, აბა რა ამას მე კი არ უნდა გიწერდეთ, ეს თქვენ უნდა იცოდეთ. კი, რა თქმა უნდა, თქვენ ესე დაალაგეთ კოხტად გემრიელად და ესეთი რაღაც უნდა გააკეთოთ. მithათობა არ გაგვიჭირდება ბატონო გიორგი. ბატონო ჩვენ რომ დავწეროთ ეს პრეზენტაცია და გადავიტანოთ შემდეგ გამოცდაში არ შეიძლება? საგამოცდო ხო, იქვე უნდა დავწეროთ. რას ვერ გავიგე ხა ეს საგამოცდო აბა რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? არა, რას გეკითხებათ იცი, რომ მოვამზადოთ წინასწარ და მე ჩავსვათ. კი ბატონო. ირმა, არ იქნება პრობლემა, მოვამზადებ. ეს არის მესამე სლაიდი. ეხლა მეოთხე სლაიდი. ოღონდ ეს ცოტა უფრო ლამაზადაც შეიძლებოდა სხვა სლაიდზე. ან მაშინ ეხლა ეს რო გადაინომროს, ამას ჭირდება მაშინ ესეთი რაღაცა ნახე, აი აქ. text box-ი არის, ან insert-დან უნდა შემოიტანო, ნახე კიდე text box-ი, აი ესეთი text box-ი შემოიტანო. ამ text box-ში ჩავსვათ აი ეს წეხან რაც მოვქნით, ამოვჭრი ახლა ამას Ctrl X-ით, ჩავსვამთ text box-ში და ახლა გადავნომრი ამას, აი წეხან არ გადაინომრა, იმიტომ რომ აი ინტერესოა რატო. საფე. ხო, აი აი ესე და ასე შემდეგ. მოკლედ აი ესე გადანომრავთ ამას. რამდენი enter-ს დააჭერთ, იმდენი ავტომატურად. აი ეს. აჰა, აი ესეთი რაღაც. შემდეგ ჩემი მოვალე, აი კიდე ნახეთ, შემდეგ ისევ ახალ სლაიდზე, ოღონდ ახლა ერთიანს ავიღებ, აი ამ ერთ ვარიანტიან სლაიდს, აი ამას. და აქაც დავაწერ ჩემი მოვალეობები, ოღონდ აი აქ ახლა გამოვიყენებ smart art-ია ეგეთი რაღაცა, გინდა აი აქ დააწვევით, გინდა insert-დან აი აქ. ერთი და იგივეა და აირჩევთ აქ როგორც გინდათ,
გინა ესეც მარტარც, გინა ასე წრიულს მარტარც, გინა იერარქიულს. როგორც გინდათ, აი მე ერთ-ერთს ავირჩევ წრიულს, ავირჩევ აი ამას მაგალითად. აი ამას და ოკეის დავაწვევ. აქაც ცენტრში დავწერ ჩემი მოვალეობები და რაც აქ დავწერე, აი პირველს მაგალითად დავაკოპირებ და გადმოვიტან და პირველზე ჩავსვამ აი აქ. ოღონდ აქ რაღაცა დაემატა და არ ვიცი რატო. აი ესე. მერე Ctrl V-ი ჩავსვამ, ნახე. მოვნიშნე კლავიატურაზე Ctrl C, გადმოვედი აქ, ჩავაცკაპუნე, კლავიატურაზე Ctrl და V. აი ჩავსვი აი აქ. შემდეგ გადავედი აი აქ. ეხლა ეს მოვნიშნე, ანუ ყველა გადამაქ იქით. Ctrl C, გადმოვედი აი აქ, ჩავაცკაპუნე, Ctrl V. ბოლოს ამას დავაკოპირებ და გადმოვედი აი აქ და Ctrl V. თუ აქ Z-მეტი გაჩნდა რამე სიტყვაზე ხო ვთქვათ, აი ნახე, Z-მეტი დაემატა. აი დაემატა ეხლა ეს Z-მეტი, ხო, აი ეს Z-მეტი. ამას მარჯვენა ღილაკს დააწვევი და delete თუ არ არის აი აქ, წაშლა. ნახე, შეხვალ აი აქ ფორმა დიზაინში შეხვალ და ნახე აი აქ უნდა იყოს, რომელსაც დააწვევი delete. მოგესალმებით. ან კლავიატურაზე გამარჯობა, ან კლავიატურაზე delete-ს დააწვევით. აი მონიშნავ თუ Z-მეტია და კლავიატურაზე delete-ს დააწექით და წაიშლება, всё. მოკლედ. ესე იგი, ეხლა რა თმინოდა ეს ორი ცალი? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იყენებ დამატებით გაფორმების საშუალებას. აქ კი ჩამოწერე და C-ა გამოიყენე. ამით ადასტურებ, რომ აი C-ის გამოყენება, იც ჩამონათვლის გამოყენება, მაგრამ ამით ადასტურებ, რომ დამატებითი გაფორმების საშუალება შეგიძლია. მიხვდი? ესეთი რაღაცა. იმიტომ რომ insert-დან მე თუ ჩავსვი სურათი, აი, სურათი, ასევე ჩავსვი text box-ი, აი წეხან რაც გავაკეთე. ასევე ჩავსვი smart art-ი, ანუ გაფორმების სხვადასხვა საშუალებები. ასევე უნდა ჩავსვათ ჩარტები, ანუ სტატისტიკური მონაცემები, ანუ პრეზენტაციას რო წარვადგენ მე, ეს თავიდანვე მქონდა ახსნილი. შეიძლება რაღაცა სტატისტიკური მონაცემები მაქვს და იმის წარდგენაც მინდა. აი მაგათად ეხლა ავიღოთ ახალი ისა კიდევ ესეთივე სლაიდი და მაგალითად აი სტატისტიკური მონაცემები არის მაგალითად წლების მიხედვით ჩვენს სამუშაო, ანუ ჩვენ სპეციალობაზე მოთხოვნები, ანუ ვაკანსიები მე რეგიონების მიხედვით. აი დავაწეროთ ვაკანსიები რეგიონების მიხედვით. აი ესეთი რაღაც. ვაკანსიები რეგიონების მიხედვით. და გინდა აი აქ, აი იგივე ეს ვარიანტი ჩარტები, გინდა insert-ში შეხვალ და აგერ ავირჩევთ chart. და იგივე მეგრევე სვეტოვანი დიაგრამა იყოს პირველივე, ოკეი მიეცით. და ნახე, აი აქ Excel-ის ფურცელი გამოვა. ეხლა აი აქ ეს სვეტოვანი დიაგრამა მოცემული არის აი ამ რიცხვების მიხედვით. მიხვდით, აი, რაც აქ რიცხვები წერია, იმის მიხედვით არის ფერებში. მე თუ აქ შევცვლი აი 2-იანის ნაცვლად. დავწერ 6-იანს და enter-ს დავაწვევი. ნახე, რომელიღაცა აიწევს აქედან, ნახე. აი აქ აიწია, ხედავ, აი ამან აიწია. და ასე შემდეგ. მიხვდი? ეს რიცხვები განსაზღვრავს აი ამ სვეტების სიმაღლეებს. მიხვდით? აი მე თუ ეხლა აი აქ დავწერ აი მოდი ნახე აი აქ დავწერ 5-იანს აიწევს ეს ყვითელი აი ეს ყვითელი აიწევს ნახე 5-იანი დავწერე enter-ს დავაწექი აი ყვითელმა აიწია მიხვდით ანუ რაცაც აქ ჩაწერ მაგრამ ამას დატოვეთ ეს არ აქვს აუცილებელი ამის რიცხვების ცვლილებას უბრალოდ მე გითხარით რომ ეს რიცხვები ამ სვეტებს განსაზღვრავს უბრალოდ აი აქ დავაწეროთ რომ წლების მიხედვით აი სერია 1 რო წერია დავაწეროთ 2002 წელი მერე 2010 წელი, მისაბოდიში 2010 წელი და აქაც აი აქ ავწეროთ სერიას ამზე 2025 წელი სიტყვაზე არის. ანუ წლების მიხედვით აქაც შეიცვალა ნახე, აი წლები დაეწერა და ახლა ქალაქების მიხედვით, ხო, მაგალითად თბილისი, ვთქვათ, ქუთაისი, იყოს მაგალითად
ბათუმი, რუსთავი. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ქალაქები ჩაწეროთ. თქვენი ქალაქები და ასე. ესე იგი, ნახე, აქაც დაეწერა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. ხო. და всё, არაფერი არ უნდა სხვა, ოკეი, ეს გათიშეთ აქედან და всё, ესე იგი. ანუ აი ესეც გვაქვს. ანუ პირველი სლაიდი, მეორე სლაიდი, მესამე სლაიდი, მეოთხე სლაიდი, მეხუთე სლაიდი. და მეექვსე სლაიდი იქნება ისა. აი insert ისე დავამატოთ. აი ეს იყოს იგივე title only. სადაც წერია რა? მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. ხო. ნუ ერთი კარგი იქნება თუ აი აქ ერთ სლაიდს სანამ მადლობა ყურადღებისთვის იქნება ვიდეოს დაამატებთ, ნახე. ისევ ესეთი სლაიდი. დავწერთ ვიდეო რგოლი. ცენტრში გადავიტანოთ. და YouTube-დან ორი ვარიანტი არის. გადახვალთ YouTube-ზე. ჩაწერთ აი აქ ბაღი რა ვიცი რაც გინდათ და აი აირჩი ერთ-ერთი ვიდეო შესაბამისი, აი მაგალითად ავირჩიოთ რაღაც ესეთი. აი რა ვიცი, აჰა, იყოს ეს. გადავიდეთ აი აქ. და აი ლინკს აირჩევ, ნახე, აი ლინკი, აი აქ რაც გაპუნებ, მოინიშნებ ეს ლინკი, დააკოპირებ ამ ლინკს დააკოპირებ. წამოიღებ ახლა აი აქ და აი ნახე, აი ვიდეო, ნახე აქ არის insert video, აი აქ. ან იგივე შეგიძლიათ insert, აი ნახე, video online video, აი იგივე. და ნახე, აი აქ ჩააგდებთ, ნახე, აი ამაში YouTube-ში, მარჯვენა ღილაკი paste. და აი აქ გინდა enter-ს, გინდა აი აქ იმას ძებნის დააწვევი. და აქ უნდა გამოჩნდეს აი ეს ვიდეო. და insert-ს დააწვევით. აი აქ insert. ან შეგიძლია ახლა აქაც ჩაწერო ბაღი, enter-ს დააწვე. მოგიძებნის აი აქ რომელიღაცა ვიდეოს, აი ვთქვათ ამას და ორჯერ დააწვევი და ჩასვავს აი აქ მაგ ვიდეოს. აი, ჩასვა ვიდეო. ვიდეო რგოლი და ბოლოს აი ესეთი რაღაც. რაც ვისაუბრე, რამდენად გასაგებია ეს ყველაფერი. ისა ბატონო გიორგი, გამოდის რომ 7 სლაიდი იქნება, ხო? კი ბატონო. თავისი ვიდეოთი და მადლობის გადახდით. კი ბატონო. კარგი. 6 გამოდის. ვიდეო 7 აგერ თვითონ გადათვალა და რანაირად გამოდის 6. ვიდეოს თუ არ დაამატებთ იქნება ახო ვიდეოს დამატებით გამოდის 7. მაგრამ თქვათ ვიდეო თუ ვერ ჩავსვით არ ჩაითვლება ეს პრეზენტაცია? კარგი იქნება თუ დაამატებთ. არაფერი პრობლემა არ არის ვიდეოს დამატება. კარგი იქნება. ანუ ზოგჯერ არ შვება PowerPoint-ში და მიტო გეკითხება. ორივენაირად მაგიტო ავხსენი. ისე თუ არ ქნა, ასე იზავს. კარგით. კარგით. შეკითხვა თუ არ გვაქვს ერთი შევიცვალოთ 10 წუთი ტრადიციულად. აი, გავაგზელოთ. ესე იგი, ნუ ავაწყეთ 7 სლაიდიანი 7 სლაიდისგან შემდგარი პრეზენტაცია და ეხლა მოდი გავუშვათ. პირველი ვარიანტი ისაა, რომ შეგვიძლია კლავიატურაზე F5-ზე დავაწვეთ და ისე გავუშვათ, ან slideshow, ესეთი მენიუდან და from beginning. დაიწყება უბრალოდ ავტომატური გაშვება ჯერ არ გვაქვს მითითებული და ან თუ სადმე დავაწყაპუნებთ მაუსის კურსორს ან enter-ზე დავაწვევით, გადავა ავტომატურად სლაიდიდან სლაიდზე. აი ესეთი რაღაც. და ნუ ბოლო დაწყაპუნებით ან escape ღილაკზე დაჭერით კლავიატურაზე გამოვდივართ ამიდან. ეხლა ავტომატური გაშვება როგორ არის ნახე? transition-ებში გადავდივართ, აი transition მენიუში.
და აი აქ ბოლოში ყურადღებით იყავით. არა აი აქ, არამედ აი აქ. ნახეთ ბოლოში სულ ნოლები რო წერია. ესე იგი ჩვენ გვინდა რომ 2 წამი ან 3 წამის შემდეგ გადავიდეს. ნუ 3 წამი ბევრია, ყოველ 2 წამში გადავიდეს სლაიდიდან სლაიდზე. ნახე? ეს ზედა ისარს. ხედავთ ხო? ნახეთ ზედა ისარს. ჯერ ერთხელ, მერე მეორე ჯერ დავაწვევი და აქ ჩაიწერება 2-იანი, აი? 2-იანი. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 2 წამში გადავიდეს ყველა სლაიდი. მაგრამ მარტო ეს 2 წამი მაგ 2-იანს ჩაწერა არ შველის. კიდევ უნდა დავაჭიროთ apply to all. რაც ნიშნავს, რომ გავრცელდეს ყველა სლაიდზე ეს 2 წამი. აი აქ დავაჭირი ამას. ეხლა ისევ გადავალ slideshow-ში from beginning და მე არაფერს არ ვაწვევი. ყოველ 2 წამში გადადის თავისით. აი ეს. თავისით. დამთავრდა. უბრალოდ ბოლოს აი შავ ეკრანზე დააწკაპუნებ მაუსს და ჩვეულებრივ დაუბრუნდება ჩვეულებრივ ფორმას. შემდეგ მივცეთ დიზაინი. ნახე შევიდეთ დიზაინში და ნებისმიერი აქედან აირჩიეთ რომელი დიზაინიც მოგწონს. მაგალითად აი ეს. კი ბატონო, აი, ყველას გაუჩნდება ეს დიზაინი. აი აქ ნახე, ყველას. ჩამოშალეთ. მაგალითად აი ეს, ვთქვათ. აი ყველას გაუჩნდება ესეთი დიზაინი. მაგალითად ნებისმიერი ვთქვათ აი ესეთი რაღაცა, აი, ვთქვათ აი ესეთი რამე. ნებისმიერი აქედან არჩეული. აი ესეთი რაღაცა. ყველას ერთაიგივე დიზაინი გაუჩნდება. აი ესეთი რაღაცა. ნუ მაგალითად დავიჩვენოთ სტანდარტულად, რა ვიცი, რომელიც თქვენ გაგეხარდებათ, აირჩიეთ ესეთი დიზაინი, არ აქვს მნიშვნელობა. თავად აირჩიეთ აი ეს დიზაინი. Შევიძლია აქ ფერებში გადავიდე, აი ფერებში ავირჩიო, აი ესეთი სტანდარტი გავაკეთო. აი ესეთი რაღაცა. მოკლედ აქაც ყველა სხვადასხვა დიზაინი გქონდეთ მეგობრებო. როგორც აი ჩემ მოვალეობებში წერია სხვადასხვა ჩამონაწერი გქონდეთ, ასევე გქონდეთ სხვადასხვა დიზაინი, სხვადასხვა სურათები, კიდე ერთხელ აღნიშნავ და ნუ ესეთი რაღაც სხვადასხვა მონაცემები მოკლედ რა. ეხლა გარდა მაგისა, უნდა ავირჩიოთ სლაიდიდან სლაიდზე გადასვლის ეფექტი. ეხლა ჩვენ რო გავუშვით ეს სლაიდი, ნახე? აი ნახე როგორ იყო? აი. თავიდან ასარჩევი გვაქვს, თუ არ ვცდები, ავტომატური გადასვლა. ისევ გადავიდე transition-ებზე და აი ნახე. თავიდან ავირჩიოთ 1, 2, აი აქ ზედად ისარზე და აქაც apply to all. ყველა სლაიდზე გავწევს 2 წამი. ეხლა გავუშვათ თავიდან. აჰა. აი. უბრალოდ გადადის, მიხვდით? აი არანაირი გადასვლის ეფექტი არ აქვს. ბატონო გიორგი, რა ვერ გავიგე, იცი? ეს არის შემდეგი გამოცდის, ხო? ხო, მერე? არა, ორივეს წერთ ახლა შორენა. ორივე? ხო, კი, მესამე და შედეგი. და ეს პრეზენტაცია რაზე უნდა გავაკეთოთ, ეგეთ რომ გითხრათ? ეხლა გითხრათ. ვაკეთებთ, კაცო, აი, ანუ იქ იქნება მოცემული დავალებაში ზეპირად არავინ არაფერს იქ იქნება დავალებაში მოცემული და სავარაუდოდ არის ეს თქვენი სპეციალობის მიხედვით გაკეთება პრეზენტაციის. ზუსტად ეგ არის ყველაფერი მოცემული აი აქ. ხო, ეხლა მოდი გადავიდეთ და მივცეთ ისა ეფექტები. ნახე? აი რაღაც პირველ სლაიდი თქვათ აი ესე გადავიდეს. მეორე სლაიდი მაგალითად ჩამოვშლით, თქვათ აი ესეთი რაღაცა იყოს. მესამე სლაიდი ჩამოვშლით. თქვათ აი ესეთი რაღაც იყოს. მეოთხე სლაიდი რაღაცა ესეთი იყოს. ანუ ყველა სლაიდს სხვადასხვა ეფექტს მისცევთ. აი ესეთი რაღაცა.
რაც გინდა თქვენ აარჩევთ, ლამაზი ეფექტები მიეცით. აი ესეთი რაღაცა. იათ. ეხლა თუ გავუშვებთ slideshow-ს ისევ, ნახე? აი. რა ეფექტიც მიეცით, თითეული სლაიდი იმ ეფექტით გადავა. ანუ ეს უნდა გადადიოდეს ავტომატურად? კი ბატონო. კი ბატონო, მადლობა. არ ჩაგვიტვლი ხო? ბატონო გიორგი, ისე არ ჩაგვიტვლი ხო? გამოცდა. მარტო მე არ ვამოწმებ ამას ეხლა ის ნუ შეიძლება ერთი რაღაცა გამოგჩეს, მაგრამ დიზაინის თუ გამოგრჩა, იქ რაღაც სხვა კიდე რაღაც გამოგრჩა, იქ სხვა რაღაც კიდე ამას ეხლა გაყევით ნაბიჯ და სულ რაღაც 9 საათში აწყობთ ამას ჩვეულები, რა არაფერი დიდი ამბავი არ არის. ზუსტი ამ სურათებით, ხომ ბატონო გიორგი? ჯო, სხვადასხვა თუ შეგვიძლია თქვა ხალხო, დიახ, კარგად მოусმინეთ ვიდეოს. კი, გავიგე, უბრალოდ მე არ გესწრებოდით წეღან და მაგიტომ ეხლა ყველაფერი გავიგე. უნდა იყოს სხვადასხვა. თქვენ მაგალითად სხვა სურათები, სხვა სურათები, თქვენ სხვა ტექსტი, სხვა ტექსტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა შერამე კომენტარის დამატება გინდა სურათზე, მაშინ უნდა გადახვიდე insert-ში, აირჩიო shape-ებიდან text box-ი, აი აქ გაუსვა ქვემოთ ხაზი, ან ზემოთ და ჩააწერო ტექსტი, კი ბატონო. ეგეთი რაღაც. კი ბატონო. კარგით. და ეხლა გადავიდეთ ანიმაციაზე. ხო, მითხარით აბა? ბატონო გიორგი, კიდევ რა მაინტერესებს? ეს რომ გავამზადოთ და ჩვეულებრივ გამოგიგზავნოთ თუ შეიძლება? კი ბატონო. იმიტომ რომ იქ თვითონ მითითებული იყო ცხრილში, რომ ყველაფერიო გაამზადეთო და გადაუგზავნეთ მასწავლებელსო, ჩვენ საგამოცდო ცხრილში იყო მითითებული. რა? ყველაფერიო გაამზადეთ და მასწავლებლად გქონდეთო ეს მეილზეო. კი ბატონო, გამომიგზავნეთ და აი, მადლობა. აი. და ანიმაციები უცებ, აი ანიმაციებზე გადავიდეთ ახლა. ყველა რაღაც, აი მაგალითად, აი ჩემი სპეციალობა, ხო? აი ანიმაციებზე თუ არაფერს არ მონიშნავთ, გათიშული იქნება ეს. ნახე, მოვნიშნე. აი ანიმაცია ესეთი აქონეს, მოვნიშნე ეს სურათი, აი ჩამოვშალე, აი აქ უამრავი ანიმაცია. ვთქვათ ამ სურათს ესეთი ანიმაცია. გადავედი ამ სურათზე, ჩამოვშალე აქ, ავარჩიე, ვთქვათ ამას აი ესეთი ანიმაცია. ჩამოვალ კიდე აი აქ ამ ტექსტს ესეთი ანიმაცია ქონეს. აი ამ ტექსტს მოვნიშნავ აქ, აი ვთქვათ აი ესეთი ანიმაციები ქონდეს. აი ესეთი რაღაცეები. და ასე შემდეგ, ყველა კომპონენტს რაღაცა ანიმაცია მიეცით. აი ესე ჩამოვშლი, ვთქვათ აი აქ ამას აი ესეთი ანიმაცია. და ასე შემდეგ, ყველაზე ჩამოყვებით. ეხლა ამას რო გავუშვებ, აი თავისი ანიმაციებით იქნება ყველაფერი. აი ნახე, გადავიდეს. აი ეს. ესეთი ანიმაციები ჩემო, აჰა. და გადავა შემდეგზე და ასე შემდეგ, აი. ეს რამდენად გასაგებია? გავიგეთ ეს ყველაფერი? დიახ, გავიგეთ. და ერთი კიდევ რომ აი აქ ყველა სლაიდზე, ნუ ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე სლაიდზე რაღაც განსხვავებული დიზაინი გვინდა. ნახე, გადავედით დიზაინზე. მოვნიშნე მეორე სლაიდი, ყურადღებით იყავით რომ ბევრს ეშლება ხოლმე, აი ამაზე მინდა მაგალითად აი ესეთი დიზაინი. მარცხენა ღილაკს თუ კი დააჭერთ, აი მარცხენა ღილაკს დაჭერსაც ყველას ეგეთი დიზაინი მიეცემა. მოდი უკან დავბრუნდეთ. თქვათ მეორე სლაიდზე გადავედი და მინდა აი ამის დიზაინი. აქ მარჯვენა ღილაკს ვაჭერთ, მარჯვენა. და ნახე apply to selected slide. გაავრცელეთო selected მონიშნულ სლაიდზეო. მონიშნული ხო მეორეა, აი გავრცელდა მეორეზე. ჩამოვედი მეოთხეზე ხო, მინდა ეს დიზაინი. აქაც მარჯვენა ღილაკს ვაჭერ. ჩამოვედი და apply to selected. აი all slide-ში არ შეიძლება, all არის ყველა. selected მონიშნულ სლაიდზე გაავრცელებ, აი. აი ეს. ახლა ყველას თითქოს სხვადასხვა დიზაინი აქვს.
აქ შეგიძლიათ მე ეს ეფექტები აგერ შეცვალო ამით. და ასე შემდეგ. ხო, ეხლა რაც შეეხება ეს PowerPoint-ი უნდა ატვირთოთ ორ ფაილად. არ შეგეშალოთ. PowerPoint-ს ტვირთავთ ორ ფაილად. პირველი ახლა ნახე, ვინახავ ჩვეულებრივ save as. Browse-ში გადავალ. Desktop-ზე, აი, desktop-ზე შევალ. ნახავ ჩემს აი აქ ფაილს და პირდაპირ აქ წერ მაგალითად დავალება 4. ის დავალება 3 იყო Excel-ი, ეს არის დავალება 4. Save. მაგრამ ნახე როგორ ვინახავ კიდე ეს ერთი შენახვა. მეორენაირი არ დაგავიწყდეთ. თორე არ ჩაგეთვლებათ. File, Save as, Browse. ნახე, დავალება 4 კი წერია, მაგრამ ნახე save ტიპი. პირველ შემთხვევაში არ ცვლია. მეორე შენახვის დროს ცვლია ამას, ნახე. ჩამოშალე და არჩიე PowerPoint Show. აი ეს. ყურადღებით იყავით. PowerPoint Show. და save. გავიგეთ მეგობრებო? კიდე ერთხელ გავიმეორებ შენახვას. პირველი, როგორ დავამთავრებ თუ არა. File, Save as. მოვნიშნა desktop-ზე გადავალ და ჩემ ფაილს ნახავ, ხო უნდა შევინახოთ ჩემ ფაილში, აი აქ. პირდაპირ ვაძლევ save-ს მოკლედ რა. აი სახელს დავარქმევ file name-ველში დავალება 4 და პირდაპირ save-ს ვაძლევ. ეხლა ეს გადავაწერ თავზე. მეორე შემთხვევაში უკვე მეორე თუ ვინახავ. ოღონდ სხვადასხვანაირი ფორმატში ვინახავ, მაგიტო ვინახავ მეორედ. აი აქ ჩამოვშლი, აი აქ. წეხან ხوار გამიკეთები, ეხლა ვაკეთებ. და აქ მოვძებნი PowerPoint Show. წეხან იყო ესე PowerPoint Presentation. ჩამოვშლი ამას და ვინახავ PowerPoint Show. აი აქ. და save. ორ ფაილად და ორივეს ავტვირთავ მე. ეხლა ნახე გადავალ აი აქ. მაშინ აი გიორგი ხვედელიძეში და ნახე აქ უნდა აი ნახე დავალება აი ნახე დავალება 4. ერთი ეს, მეორე აი ეს. ამ ორივე ფაილს ავტვირთავ, მიხვდით? აი ორ ფაილს ავტვირთავ, ამიტომ ორნაირად რო შევინახე, ორივეს ავტვირთავ აი ამას. რამდენად გასაგებია და რა გვაქვს შეკითხვა?